ეს კენდრიკ ლამარია. ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი არტისტი და 22 გრემის მფლობელი. ეს კიდე 17 წლის ლუკაა, რომელიც პირველად უსმენს კენდრიკ ლამარს. ათი წლის წინ ალბათ ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი, რომ კენდრიკ ლამარის კონცერტს დავესწრებოდი. მაგრამ აი აქ ვდგავარ და ლაივში უსმენ მას. სანამ კონცერტამდე მივედი, ჯერ ბარსელონა დავათვალიერე. და მოდით თქვენს განახებთ. მოგესალმებით ამჟამად ქუთაისის აეროპორტიდან. ქუთაისის აეროპორტს არავში, მარტივად შევამატარეს. და ხა ცოტა მერიდება ესე რომ ზივარ და მიკროფონი რომ მიჭირავს და თან არაფერს არ ვჭამ და მუკბანგიც არ არის. ხო, ჩამოვედით, ვიხდებოდით ჩემ უკან რომ მწვანე ფოთლებიანით. ეს ტრიპი დაიგეგმა ესე რომ ჩემო გოგონა მაჩუქა კენდრიკ ლამარის ბილეთები. წავდექი და წამოვედი მარტო. რა. მე მაჩუქა ეხლა აბა თვითონ რა უნდა და. კაი ხო. უკვე გასწორებული გექნება ის და აღარ გამოვა. უშინ დავისვენეთ და დღეს გამოვედით ქალაქში გასასეირნებლად. ჩემი აუთფიტი არის ესეთი Rolling Stones-ის იგივე ხუდი Rolling Stones-ის ზედა და ჩვეულებრივი ქვედები. ჩემი აუთფიტი? თქვენი აუთფიტი არ გვაინტერესებს. ამდენი ხალხი ალბათ მივხვდებოდით იმიტოა აქ რომ მოვედით საგრადა ფამილიასთან. უბრალოდ ჩვენ კიდევ არ საგმოსასვლელები და სპოილერი არ გამოვიდეს ახლა ვიდეოში. მე დაგათვალიერე, ეხლა მე დავათვალიერებ გარედან. მე რომ მოვ დავთვალიერებთ, თქვენ დაგათვალიერებინებთ. დავაი? კაი, ცოტათი გაჩვენებთ. აი, ცოტათი გაჩვენებთ. ეხლა მაგრა ხშია წავალ შევჭამთ და მე კიდე დაგათვალიერებინებთ რაღაცებს. რა გაინტერესებს მითხარით, დამიწერეთ კომენტარებში და ვეცდები რომ გავითვალისწინო თქვენი მომავლის კომენტარებით. ეხლა გამოვედით წესიერ ადგილას, როგორც იქნა ცენტრისკენ, ალბათ. თან ბევრი ტურისტია, ეხლა ტელეფონი ესე მიჭირავს. ძალიან მოჭერილი მაქვს, რომ არავინ არ წაიღოს. ვეძებთ ეხლა ხალხს, რომელიც გაგწუწავს, იმიტომ რომ ტურისტებს წუწავენ აქ. და პროტესტებს ვეძებთ, რომ შეუერთდეთ ტურისტების წინააღმდეგ. ეს არის რა. გაუდი ყოფილა ვიღაცა. რიკი გაუდის აქაურობა სხვათა შორის. ლუკა არ ჩასვა მონტაჟის დროს, ამოჭერი ძალიან ხო. გაუდი ყოფილა, ესა მალიარი. და ეხლა გავიგე პირველად რომ გაუდი ყოფილა აქაური პრარაბი. და აშენებდა ამ შენობებს და ეხლა რაღაცა ღირსშესანიშნაობა გახდა. არაფერი ჯიგრებო, ესეთ შენობები ყრია თბილისში. და რაც შეეხება იმას, რომ არხი უნდა გამოიწეროთ, აბა რა უნდა ქნათ. ეს არის და აქ შესვლა ღირდა 30 евро. ნუ თუ ონლაინში დაჯავშნიდი წინასწარ, შეღავათია ძალიან დიდი 2 ევროს გაკლებენ. თუმცა არ შევედით ჩვენ, იმიტომ რომ გარედანაც ძალიან ლამაზია და თან ჩვენ ბევრი ფული აღარ დაგვრჩა, იცით რომ ბარსელონა ძალიან ძვირიანი ქალაქია. არავის დასპონსორებული არ არის ეს ვიდეო. პლაჟზე ჩამოვედით და თუ ვინმე ტიტლი განახალს დაინახავთ, ჩემი ბრალი არ არის, ეგრე არიან აქ. არა აქ ნაკლებად. სხვა პლაჟები არის, რომელიც უფრო ნუდისტურია და რა თქმა უნდა იმაზე არ წავედით, ახლა ჩვენ ქართველები ვართ. ქართველობას ვერავინ არ წაგვართმევს. და ეს პირველ რიგში იქნებოდა ჩვენი დამარცხება, რომ ნუდისტურ პლაჟზე ვიღაც ტიტლი კანა ქალებს ეულოს. ჩასვლა მინდოდა ზღვაში, მაგრამ საკმაოდ ჭუჭყიანი ჩანს. იმენა ბათუმის ზღვა და აღარ ჩავა. მაგრამ ლამაზი ადგილი კი არის ისე ძალიან. ბარსელონას მთავრობას ვთხოვო, რომ ცოტა მოაწესრიგოს აქაურობა. ესე იგი, პარკ გიველში შემოვედით. ეს არის დაპროექტებული გაუდა ვინ არის? ყველის მიერ, გაუდის მიერ. ძალიან ლამაზი ადგილია, ქალაქზე ხედებით. თავიდან ეს ადგილი იყო, აი ფენსი ლაქშერი სახლებისთვის განკუთვნილი, მაგრამ ვერ მოიხოდა ეგ იდეა. და მე გადაწყვიტეს, რომ ესეთი პარკი ყოფილიყო. ხო, კიდე რა მითხრა ChatGPT-მ. მოზაიკური ისინიაო, სახლებიო და რაღაცებიო, კარგიო. ლისი ვერანდა სიმენა პირში. აი ხედებს გაჩვენებთ ახლა. ოღონდ მე როგორ უყურებ ხედებს, მაგას გაჩვენებთ. აი. თქვენ გვიყურეთ ახლა როგორ უყურებთ ჩვენ ხედებს.
რავი, არაფერი ისეთი რა, ჩვეულებრივი თაწმინდა. აი განახებთ თუ გინდათ. რავი, აი რითი ჯობია თაწმინდას, რომ მითხრათ. არა, ლამაზია. დიდი ქალაქია. ასე არ მეგონა მე ამ ხოლმე თუ იყო ახლა. ეს ამ ხოლმე რაღაცა თუ მასქნა დააპროექტა გუდამ, ოჩამ მაგას. მარტო ჩემი ვლოგების უარი ხოლმე რომ მე მიჭირავს ეს კამერა და ვლოგავ და ნახე. ხო, ეს რა მაგარია. იმენა სოსო ვარ. აქ კი თქვენ ხედავთ მიკროფონი მაქვს თან და არ მომერიდება. მე უნდა გამოვყვა, ხო იცი? არ მომერიდება, ხედებს ნუ ვიღებ. არ მომერიდება. ვიღებთ ვაკანსია არის გამოცხადებული ოპერატორის პოზიციაზე და არ არის არანაირი რა თქო საუდახული. ჩვენერი ხედები. შეიძლებოდა რომ თქვენ ყოფილიყავით თქვენ შეყვარებულთან ერთად ამ ხედებზე, მაგრამ მე ვარ ჩემ შეყვარებულთან ერთად ამ ხედებზე. თან თქვენ შეყვარებული არ გყავთ. გაუდის სახლ-მუზეუმში ვართ შემოსულები და საინტერესო რაღაცებია. აქ ცხოვრობდა ცოტა ხანი და პარკ-გიველი როგორ დააპროექტა და რაღაცები წერია რა, საინტერესო რაღაცები თქვენ დაგაინტერესებთ, მე მოდით თქვენც და ნახეთ. და ეხლა გავიგე რითი გარდაიცვალა ამ ხელაკაცი. დააპროექტა ამდენი რაღაცა და არ ვიცოდი მე ტატო ალბათ უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ ვიცოდი. რომ ტრამვაიმ გაიტანა და 3 დღის მერე გარდაიცვალა. 1925 წელს მე მგონი. GG. ლამაზია საკმაოდ. ეს არის გაუდის შედევრი, ყველაზე დიდი ნამუშევარია, რომელსაც ვერ მოესწრო, რა თქმა უნდა, თვითონ, იმიტომ რომ ტრამვაიმ გაიტანა, როგორც მოგეხსენებათ. მეტი ისტორია მეც არ ვიცი ამ შენობის შესახებ, ამიტომ შეგვიძლია დავგუგლოთ ერთად და ლამაზია. ტელეფონიდან ვერ აღიქვ ამთեղა თქვენ, მაგრამ ანასტასია ტირის. ზე რო ურტყავს თან ლამაზია. ჩემზე ლამაზი ვერ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი, ამდენი ხალხი არ უხდება ეკლესიას. არა ძმო. კაი. ძალიან შთამბეჭდავია რა. იმედი არ გამაგდები. აქ არის რაღაცები, მაგიჟაკეთებული რაღაცები მე მგონი. თან დაკარგული ვარ, ვინმე მიშველეთ. გვეჩქარებოდა და უცებ ჩვენ დავათვალიერეთ, დიდი არაფერი. რაღაც ინფორმაციები ეწერა, რაც წინასწარ ვქცოდნო და უკეთესი იქნებოდა ალბათ და უფრო გავერთობოდით. და შეგნით სიწყნარე სიმშვიდე იყო, მარტო იმაზე მიფიქრებოდა კენდრიკის კონცერტზე არ დავაგვიანოთ თქო. სასტუმროში მოვედით და ეხლა ტაქსის ველოდებით, რომ კენდრიკის კონცერტზე წავიდეთ და მე ძალიან აჟიტირებული ვარ და აღფრთოვანებული ამ ფაქტით. კი, ესეთი სახე მაქვს, როდესაც აჟიტირებული ვარ. Siza არ მაინტერესებს დიდად. Siza მე არ მაინტერესებს დიდად. ერთ სიმღერა ნორმალური აქვს ტექსტი. ენდრიკის მონაცემად მოვედი მე. და სოლო კონცერტია. ანამოს შევაკ
ვიღაცა არის კენდრიკის კონცერტზე შესული. გამოვარჯიშ. Big check, every day struggles on the family. Very risk them around. The manipulator and a bitch will lie you too. But don't tell no lie about me, and I won't tell truth about you. Thinking about no reaper, nigga, I'm reaping when I sow, okay? Benjamin and a Jackson out of my house like I'm Joe, okay? Niggas don't wanna see you push up. You better hard spinning and kid knowing if you think about fucking bitches, you fuck the fake, don't lose yourself on real women. Notice I said we, it's not just me, I'm with the coach, I'm feeling. How many more fairy tale stories about your life till we had enough? How many more black speeches till you finally feel that you're black enough? Like Drake with the melodies, I don't like Drake when he acts up. Make a nigga bring back up, let me see if Chubbs really crash from 12 is a fast one. Headshot for the year, you better walk around like Mama John with my accountant, they better back up down in this. You say with my boo-bay, taste like Kool-Aid for the analyst. Girl, I can buy you the world with my face stuff. I know it's good, but you're sitting on my taste buds. My left flow just went viral. White truck with the baby in the spiral. Soprano sound. Sit down, me amo. Bitch, sit down, little bitch, me amo. Sit down, sit down, me amo. Bitch, sit down, little bitch, me amo. Sit down, fuck off my stage, I'm the same. Take the fuck off my dick, let it ride. I make a break, fucking up your whole life. Yo, I'm so fucking sick of it. I said I'm not ready to party tonight. They want to do this style. They want to fit in with the popular. That was my problem. I was in the dark room, loud tune. Think the vow soon. That I'ma get fucked up in the upper cup. The crowd fool changing by the minute. And a record on the beat. Took a sip and another sip. My stuff on the has sent to me. Come on. And on the scene, seem like the whole city darkens. They go again. Every time I'm in the street, Say, I say, chips like Nazareth. I want one, you want one. Hands up, we gon' be alright. Nigga, we gon' be alright. Nigga, we gon' be alright. Hey, we gon' be alright. Nigga, be alright. Nigga, we gon' be alright. We gon' be alright. კენდრიკი დამიბრუნეთ 20 წუთია უკვე ეს საზა იმასება აჯაზე. ძალიან მაგარი იყო. სეზა მგაიღე, ძალიან მაგარი იყო და რა გადიეს აქ. სერიდან და აბა კენდრიკით შემოვა. Everybody put your lights up. Hey, put your lights up. That's right. Come on.
დამთავრდა ასე ამბავი, ბოლოს ბანძის სიმღერა იყო და აღარ მოგასმენინეთ. ჩვენთვის Not Like Us-ით დამთავრდა აგი კონცერტი. დავიღალეთ ძალიან და ჩამოვჯექით. ცოტა ხანი და ახლა გავალ. რატო გავჩნდი სხვაგან მადრიდში რატო არ უკვე და თან ესეთი მაგარი მაიკა რატო მოწვია? ახეთ რა მაიკა ვიყიდე. იმიტომ რომ უკვე 1-2 დღე გავიდა კენდრიკის კონცერტიდან, Pushing Shopping-ზე ვიყავი, შემატყობდით მაიკაზე და აღარ ჩავწერე ეს ჩემი გულწრფელი ფიქრები და აზრები და ეხლა გეტყვით. კაი იყო. ვისაც არ დაეზარა, ყველა მიმღერა კენდრიკის გარდა მე მგონი. DJ Master-დი გამოვიდა, სიზა გამოვიდა, ვიღაც კაცი გამოვიდა და გიტარაზე უკრავდა. მერე სუხიშვილები გამოვიდნენ კიდე და გია ბაღაშვილი დამაკლდა ერთი ესე. ეგ არ მომეწონა. იმიტომ რომ აშკარად ხალხის 90% კენდრიკისთვის იყო იქ მისული. საბოლოო ჯამში ძალიან გაასწორა რომ კენდრიკი ვნახე ლაივში. არ გითხრათ ახლა რომ კენდრიკი მაგარი პერფორმერია ან მაგარი ხმა აქვს ან რაღაცა. ახლა ვის ტატო მიყურებს და საფლავში ტრიალებს კი არა და ეგ ორი ერთად ვერ მოხდება. ტატო გაგიჟებული ალბათ რა კენდრიკი კენდრიკს ქონია პოლიცერის 16-17 წლის რო ვარ და რო უსმენ
კენდრიქს ჯაფარასთან და 10 წლის მერე ვერ წარმოვიდგენდი, რომ კონცერტზე წავიდოდი კენდრიკის. არ დანებდეთ. იმ დროს არ ვიცოდი, ვაფშე რა მინდოდა ცხოვრებაში, რა უნდა მეკეთებინა. ყველა მხრიდან წნეხი მოდიოდა, რომ უნდა ისწავლო, უნდა ჩააბარო რაღაცაზე. არ ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში. მერე გამოჩნდა YouTube და მოვიხოდეთ. თუ ვინმე უყურებთ ახლა ამას, ვინც და ეგეთ მდგომარეობაში ხართ, რომ არ იცით რას აკეთებთ ცხოვრებაში, იპოვით თქვენ ადგილს. ჩემი ადგილი, რა თქმა უნდა, კენდრიკის კონცერტი არ არის ეს ალეგორია, მე ხომ ძალიან სიღრმისეული ადამიანი ვარ. მაქვს საშუალება იმის, რომ აქ ყოფილიყავი და მყავს ისეთი ადამიანები გვერდით, ვინც მეხმარებიან, რომ ეს რაღაცები ვაკეთო. თქვენაც შეგეხებათ, გამოიწერეთ თქვენ წახვალთ თქვენი საყვარელი ადამიანის კონცერტზე. შეიძლება უფრო მარტივადაც თუ თქვენი საყვარელი არტისტი სტეფანია ან ვიღაცა ეგეთი, თუ თქვენი საყვარელი არტისტი ქვინია, ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის. გეი იყო მაგის სოლისტი და მას გაუდის ტრამვაიმ დაარტყა. მე ბევრი რაღაცა ვისწავლე ევროპაში. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და